მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად. დღეს ვიმყოფებით გურჯაანში, სადაც იმართება საპროტესტო აქცია. დღეს ვიმყოფებით ზუსტად ეპიცენტრში და დღეს ჩვენთვის მოვლენების ეპიცენტრი არის გურჯაანი ზუსტად. აი ავდივართ ზეით და ჯობია წავიდეთ და მოვლენების განვითარებას უკვე, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ყველანაირი ვიდეოს სახით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანში. გასუხდება ეხლა აუცილებლად შესაბამისად საჭიროა. ვიმყოფებით გურჯაანში აქციაზე, რომელიც იმართება გურჯაანის ცენტრში და თუ რატომ ამაზე მოგვიყვება ქალბატონი მარინა ბერსენაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანების ცხოველთა უფლებებისთვის. მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. ეს მე არა ვარ მარტო ორგანიზატორი, ეს სრულიად ადამიანების პროტესტია. ძალიან ბევრი ვერ წამოვიდა, თუმცა ეხლა როგორც ხდება სოციალურ ქსელში მოგვიერთდნენ. ეს არის პროტესტი იმისა, რომ ცხოველები უნდა იმართებოდეს ჰუმანურად, არ შეიძლება ცხოველების ხოცვა, გაქრობა, არ არის კამერების ჩანაწერები, მოკლედ მთელი რიგი გამოხატული, ამას წერილობითაც ჩვენ გადავაგზავნით შესაბამის სამსახურებში, რომ მოხდეს ამაზე ნელ-ნელა რეაგირება. მაგრამ დღევანდელი ჩვენი აქ ჩამოსვლა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება 24 საათიან რეჟიმში კახეთის მოყვარულები, უმეტესობა, ან ადამიანები, ვისაც ცხოველები აწუხებთ, იმას ყვიროდნენ, რომ ძაღლი გამიქრო, არ ვიცი სად არის, მიკვლევადი არ არის. და დღევანდელი ჩვენ პროტესტის უკვე კიდევ ერთი პროტესტის მიზეზი გახდა დედოფლის წყაროში განვითარებული მოვლენა, სადაც სუგა გაქრა ფაქტობრივად. პოლიციის მოკვლევი დედოფლის წყაროში ნამდვილად გადაიყვანა გურჯაანმა ადასტურებენ. ასევე ადასტურებენ, რომ ყავდათ დაკვირვებაზე ვითომ. მერე გაშობასაც ადასტურებენ სიტყვიერად, მაგრამ არანაირი ამის დამადასტურებელი ან ვიდეო გადაღება ან რაიმე რითიც ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ნამდვილად ეს ხდება, არა გვაქვს. ეს არის ჩვენი პროტესტი სწორედ. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთ რამეზე თანხმდებით, რომ ქუჩაში ჩვენ სუგა არ გვინდა, ნელ-ნელა ჰუმანურად უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ქუჩაში არ უნდა იყოს სამწუხაროდ ეს გაუბედურებული ამდენი სუგა, მაგრამ ჩვენ ძაღლები არ უნდა დავსაჯოთ, უნდა დავსაჯოთ ადამიანი, უბრალოდ კი უნდა დავსაჯოთ, უნდა მოვთხოვოთ. კანონი ადამიანისთვის უნდა შეიქმნას, უნდა კასტრაცია, სტერილიზაცია შემოვიღოთ. კანონით ავუგზავნოთ და საერთოდ მომხრევან მინიმუმ 1-5 წლით საერთოდ გამრავლება აიგზავნოს და ნელ-ნელა 1-5 წელიწადში ჰუმანურად მივიდეთ იქამდე, რომ აღარ ვიყოთ, აღარ ერთ წუთი ბოდიში აღარ ყავდეს ქუჩაში ამდენი მიუსაფარი. მაგრამ აი ესე გადავაგდე, წავიყვანე, მერმა დამავალა ვიღაცამ, იმიტომ რომ თანამშრომელმა დამავალა, ესე ნამდვილად ვერაფერთან ვერ გავალთ და ვერც პრობლემას ვერასოდეს ვერ მოვაგვარებთ. როგორც ვიცი, დღეს დაგეგმილია ასევე ვიზიტი ზავრაშვილის სახლთანაც. ჯერჯერობით ამაზე ვსაუბრობთ, გვინდა მოქალაქეებს ეს უნდათ, ოღონდ უყურეთ. ეხლა ვიღაცებმა იქ დაიწყეს, რომ არიქა შეეშინდათ, არა, ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვართ კანონმოშიში ადამიანები და შესაბამისად ვაკეთებთ, აუცილებლად ჩავივლით, აუცილებლად ჩვენ აზრს დავაფიქსირებთ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კანონიერი ჩარჩო დავიცვათ, იმისთვის, რომ ვიღაცამ ეს პროვოკაციულად არ გამოიყენოს, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ბატონმა ლაშა გეგეჭყორმა, სანამ ჩვენ აქ მშვიდობიანად ჩამოვიდოდით, უკვე გაგვიკეთა ესეთი ნიუსით, რომ თითქოს ჩვენ აქ ვაპირებდით რაღაცა პროვოკაციის მოწყობას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდე რაღაცები შეჯამების რეჟიმშია. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამის თავი და თავი არის ბატონი თეიმურაზი. ხო, და ბატონი თეიმურაზი უნდა იყოს ამის სათავეში. ხო, მშვიდობა გაქვთ ბავშვებო? კი? მოდით შემოგვიერთდით. მოდით. როგორც ხედავთ, ხალხი უქონდათ მიმართა ბავშვებთან, რომ შემოგვიერთდით. კი, ნამდვილად გქონდა, იმიტომ რომ ბავშვებო თუ რაიმე ტიპის კანონიერი ჩარჩოდან გასვლას აპირებთ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით პოლიცია გამოვიძახოთ, ხო? ვინ რას აპირებს? კარგით? ამიტომ მოდით, თქვენ მომავალზეა საუბარი და შემოგვიერთდით. რა უნდა გააკეთო, მაგალითად, ეს გაკეთების არა, იყვირიან და ხა უკვე არ არის სწორი ბექგრაუნდი. კარგით, არა აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ჩვენ ეს ყველაფერი ამისთვის დავგეგმეთ. რა გამოვა, როგორ გამოვა, უნდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქვეყანა არ არის შენი ასე ვთქვათ, საკუთრება და უნდა იმართებოდეს ყველაფერი მხოლოდ კანონიერ ჩარჩოში. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და უნდა კიდევ უნდა თქვან მიშა მაგალითად. გამარჯობათ. პირველ რიგში რა საპროტესტებ და რატომ ხართ? არაფერს არ ვაპროტესტებთ, ჩვენ კი არ მოვაპროტესტებთ, ჩვენ მოვითხოვთ. დიახ, მოითხოვთ. განსხვავება პროტესტ და მოთხოვნა შორის. ჩვენი მოთხოვნა არის, ბატონ თემურთან ჩამოვიდეთ, ეხლა ურეკავდით ტელეფონზე. მინდა რომ ნათლად ჩანდეს, მაგრამ ბატონ თემურს ურეკავდი, თავის ნომერზე, მამე პასუხა, მეგობარიც ურეკავს. ალაპარაკება გვინდა, შეგვიძლია გავიგოთ რა ხდება, როგორ ვითარება ჩვენ ახლა
თუ რამე გასამოსაყვარებელია ჩვენი რესურსით ჩვენ მივეხმარებით გავარკვიო სიტუაციაში რა ხდება როგორ ხდება ეხლა მოვდივარ ამხელა გზაზე და ტრასაზე ძაღლი არ შემხვედრია პირადად მე ამდენი მანქანა გამოვიარეთ ეხლა ხედავთ ცენტრში ძაღლები რომლებიც ძალიან მოულელები არიან პირდაპირ გეტყვით ეხლა ამხელა რაიონში ამხელა კახეთში ოდით გამეწინაპრებიდან კახეთის სტუმარმასნიძელი და დაუცველი მხარეა მეწარმოშობით აქედან ცხოველებს ესე არ უნდა ეპრობოდნენ ხო ამიტომ ნახო დავველოდოთ რა რეაგირებას იმის მერე ვიმოქმედებთ თორემ ჩვენ შევხვდებით პრემიერ-მინისტრსაც ყველასაც შესაბამის ომებსაც მე ვიღებთ თქო პირველი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან ეს რომ გადმოდგას თვითონ კეთილი ინებოს სხვა შემთხვევაში მოუწევს მაშინ სხვა გზებით პასუხისგება ძალიან დიდი მადლობა გამარჯობათ რა არის პირველ რიგში ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი და რა მოთხოვნით ხართ აქ ჩამოსული ჩემი მოთხოვნა პირველ რიგში ყველაზე მთავარი მოთხოვნა ზავრაშვილი უნდა წავიდეს აქედან. აუცილებლად უნდა დატოვოს ეს თანამდებობა. იმიტომ რომ აი ხა ჩვენ თბილისიდან მოვდივართ. ერთი მიუსაფარი ძაღლი არ შეგხვდრია გზაზე. ეს არის 80% გაანადგურა ზავრაშვილმა თან აქვს მოწყობილი სასაკლაო და აი ესე ანადგურებს მთელ მიუსაფრებს და ეს უნდა მოისპოს. მართლა უნდა დამთავრდეს. არსებობს ჰუმანური გზა, რომელიც უნდა ისე სახელმწიფომდე მივდივართ. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისევ ესე, რომ ჰუმანური გზით შემცირდეს 5 წელი უნდა აიგრძალოს ცხოველების გამრავლება. არ შეიძლება მართლა ეს და ნუ ზავრაშვილზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ზავრაშვილი თავის სტაფით მთლიანად ყველა უნდა წავიდეს. და ვეტი რომელიც ყავს ისის ჯალათია ყავს გვერდში ჯალათი ვინც დასაქმებულები ყავს ყველა აბსოლუტურად არიან მაგის ყურმოჭრილი მონები და ჩემთვის ესენ ჩვეულებრივი მკვლელები არიან აი ეს შემიძლია ვთქვა მეტი ნახოთ რა იქნება როგორ იქნება ზავრაშვილი უნდა წავიდეს ამ სკამიდან და დაისაჯოს რაც თავარია მარტო წასვლა არა უნდა დაისაჯოს კარგი ძალიან დიდი მადლობა ჩვენ კი მოვლენების შესაბამისად დაგებრუნდებით უკვე ეთერში მადლობთ თბილისში გაიქცა ზავრაშვილი ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები რომ გადავწყვეტოთ. თავდადონი გვიღებს, გადაუღეთ ბავშვებო. არა ხარ თავდადონი ნინო. ნინო ხარ. არა, ზავრაშვილს გადაეჭიდები ხარ. გადაიჭიდე თავდადონი გვიღებს. ნომრები ბავშვებო ვინ არის იდენტიფიცირებული? ედის დაიმახსოვრე. გამოგონი გიგე. ამას არაფერს არ ამბობ. შემოგვიერთდით, არა, რატო თქვენ გავწიეთ, შეგეუნით ფედალ და კატორია ერთი წუთი შე წავედით, მოშ აღარ გვანდა იდგეს. ჯიპი კი ვერ უშოვის ადამიანს. ეს არის ალბათ ჩაბატონი ნინო. წავედი. ერთად ვიაროთ. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება. იყო რაღაც მომენტი, შეხლა ასე ვთქვათ, მომენტი, როგორც კადრში იხილეთ, გვიღებ ადამიანი, ქალბატონი გვიღებდა, უღებდა აქციის მონაწილეებს და ყველა თითოეულ მათგანს და ეხლა ვაგრძელებთ გზას და უკვე კიდევ ერთხელ გეუბნებით მოვლენების შესაბამის განვითარების შესაბამისად უკვე გაჩვენებთ ყველა ვიდეო კადრს, აბსოლუტურად ყველა ჩანაწერს. ჯობია დავიზრათ მაინც.
წინიდან გადარიღე უკანა წინიდან წამოსვლის კადრები. აი კადრი დაიჭირე, ნახე ძაღლის რომ მოყვა. ხოდა? დიდი ცოტა მაგალითია კამერა. აი დისტანციაზე ხარ. არ გავხუ? უკვე დაიჭირე და თუ რომ საინტერესო მოხდება მომეცი რომ ჩავეცე. გადადექი მაინც გამეროდი და დაგეცემი. Za
დავრაშვილი მამამისია, იმისი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ეხლა დაახლოვეთ ორი. Ну, друзья, вот такая акция. Люди на нас смотрят, как мы ненормальные. Потому что 90 გრადუსზე გადმოდი და აი იქიდან გადაიღე. აი ესე წამოდი, აი ესე ნელ-ნელა. კადრი მაგა. ანუ მოაშორი კადრი მაგა. და მოახლოვდი აი ასე. ეს არის კადრი აკონტროლო. ამებით იმოხდა. ელენე, უნდა ჩავერთო მოდი. არ შემიძლია ამდე, მაგრამ ხა მოგაკეთე იდენტიფიცირება გამოაკეთო. და მე მივალდე ის დარწას კანონიერად მოვითხოვ. სანამ სახელმწიფო ვერაფერს ვერ აკეთებს, ჰუმანურად ვიცხოვ. მე გაგაჩერეთ, მიდიოდით, გაგაჩერეთ პროტესტი. არა, მე რა საჯარო მოხელებთან. არ გვევდით, წესით არ გვევდით. არ ვიცოდით, არ ვარ ღვედით. შეგვეშალა. მოძრაობა. შეგვეშალა. ბოდიში მადლობა. მაგის გულიზე გაგაჩერეთ, თქვენ ახლა აქ რა არიმე, რეებს ვაკეთებთ, აქცია გვაქვს. აქცია გვაქვს, რა შეგვეშალა. მე საჯარო მოხელებთან. ქალაქში ყველაფერი არის დალაგებული მეთქი, გეუბნები, გამოსწორებული. გურჯაანის ქალაქს ამბობ, ხო? ყოველდღე ვლაპარაკები მე თქვენს ყოფილ დეპუტატს. მე ყოველდღე მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან და თანიჯერეთ, რომ ეს გამოსწორებული არა. აი, გაგვატარეთ რა, მანქანით გამატარეთ. და უყურე საჯარო მოხელებს დაღლებს გაჩვენეთ, დაღლების ნახვა. არა, მე ხუთი დაღლები გაგაჩვენეთ. გაჩვენეთ, ამოდან და გაჩვენეთ. საროსაც ვერ გაჩვენეთ. რომლებსაც ვეძებ, რომელაპარაკებით ახლა ვერ გავიგე. პატრონი რომ ეძებს იძაღლები გვაჩვენეთ. პატრონი რომ ეძებს იძაღლები გვაჩვენეთ. ქუჩაში როა ორი ძაღლი იმაზე არ გელაკითხებით. ვიწერს. და კიდე ერთი რამე, უყურეთ, სოფის რეგულაციის დროს ორი რო დამიდასტურა სურსათმა და 150 ძაღლი გააქრო, ის დამი, ხო აი რო არ მოგწონთ, ესე იგი არ ყოფილა მალაგად.
თუ არა და მიხედეთ შრაპილში ლუყბა რო გითხარი აქ ცხოვრობდი მეთქი მერია მიხედეთ რა ქუჩაში ძაღლები აღარ გამოყარო მიხედეთ მოგალაგებ დაუბრძალეთ ეს ქმედება ვის მოკლავს არავის ბატონო მარინა შეიძლება კიდევ ერთხელ რო კი, როგორ არა? გავაკეთო კომენტარი კი ბატონო ახლა გვესაუბრებოდა მერის თანამშრომელი ძალიან კონსტრუქციულად გვინდოდა ჩვენ საუბარი რაღაცა ცალხრივი ყოფილა ჩვენ არ ვიცოდი და მადლობა მიგვითითა რომ ცალხრივიაო და აქეთ გადმოდითო მე ძალიან ჯიგრულად დაიწყო ზავრაშვილის დაცვა ნუ არის ბევრი ძაღლი ესეც ძალიან დიდი მინუსი რატოა ბევრი ძაღლი რას აკეთებს მერია ესე იგი თქვენ ფიქრი აი ჭიგავთ რომ ეს არის ზავრაშვილთან დაახლოებული პირი არა მერის თანამშრომელი ვარო თქვა და ხა შესაბამისად დაახლოებულია თუ არა დაახლოებული სიტუაციაზე თემას იცნობს გამოვიდა და როგორც კი ჩვენ კამერები დავიწყეთ ლაპარაკი საკმაოდ გაღიზიანებულად დაგვიწყო ლაპარაკი ამ დროს იმ გუნდის წარმომადგენელი რომელსაც მე საკმაოდ დიდი ხანია ვიცავდა მინდა რომ რაღაცა შეცვალოს ეგ არის მთავრობაში ამ წუთში ხო და პირველ პასუხისგებლობა მათი არაპოლიტიკური განცხადებით წმინდა ამ თემის გარშემო ვიღაცა მე ხა იქ რამე არ გააკი ვიღაცა ქალი დადგა ის არ ვიცი ნინო იყო თუ ვინ იყო მემეგრობრებიან ქლებიანო აქ ადამიანი აქ ცხოვრობს კი აი აგერ ადამიანი ამბობს ზაღლები რომელსაც დავიმეგობრებ ორ წუთში აღარ არისო შეიძლება არ შეეწეროს ხა რაიონი აი ამიტომ პოლიტიკა ჩვენი აქ ყოფნა არის რომ ზოგადად მართვის სტილი არის ძირფესვიანად შესაძლებელი ეს არის არაჰუმანური და არასწორი სად არის ზაღლები გვაჩვენონ თუ ზაღლი ქუჩაში გინდათ მაგრამ ამ გზით ხოცოთ გადი შენი ჭირიმე ის მაჩვენე სად არის თქო დედოფლის წყაროს ზაღლი თქო და რა არის შენი ახლა შემდეგი ნაბიჯები აი მომენტში დღეს ჩვენ ახლა ცოტას კიდე ვიხმაურებ ზავრაშვილმა განაცხადა პირად ტელეფონზე დაურეკა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა რომ მოდი დაგველაპარაკეო ჰუმანურად მე თბილისში ვარო მისი სახე ამითიც ჩანს ადამიანი რომელიც ღირსეულად არის ასეთი სააგენტოს თანამშრომელი თვითონ უნდა მოსულიყო როცა მართალია და აქ დამდგარიყო ამიტომ ჩვენ დანარჩენი უნდა გადავმისამართეთ პროკურატურაში ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უმკაცრესად ამ საკითხების გამოძიება და მთავარი ასეთ თავშესაფრებს უნდა ყავდნენ ჰუმანური მართველები და ჩვენ ჰუმანური და კანონიერი მართვით სწორი მართვით უახლოეს 5 წელიწადში უნდა მივიღოთ ჰუმანური და კარგი გარემო ამ ქვეყანაში რაც არის ქუჩაში აღარ იყოს მიუსაფარი ჰუმანურად და გადავიდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რომ თავშესაფრებში მივხედოთ სახში წავიყვანოთ და ასე შემდეგ ძალიან მე ასე წყალებით ვიცავ იმას რა ქვია ამ თავობას წარმოდგენა თუ გაგდეტავინავა არა უკაცრავ არა არ ვერ დავატოვებ ვიღა გირგულებს როცა მიხსენებენ ანუ მე გავაკეთოთ რა მოქალაქეობა და მაინტერესებს რა შეუძლია გასვა მე არ ვიშლიხოთ ეს შეუძლია ანუ გირგულებს არა პროტესტებზე და მე ხერხებს ვიყავი და მამა ჩემი იქ იდგა და ეხა მეტი არ ვიცი ხასის ბავშვს რას თხოვდით გასა პროტესტებზე ვერ წარმოვიდგენდა გამარტივია ხელისუფლებაში ყავდეს მურუსიძე და მე მთხოვდი გირგულებზე პასუხს მე ხმა დაბახვალდი აქცია გამოდის რა და გამოვედით რომ ვიხმაურობ დაბახვალდი ხალბატონო არავინ არ ვის აკუფლება აგიტყალოთ ხმაური და კიდევ უფრო გეუბნებით უყურეთ თუ ვილაპარაკოთ დაბახვალდა თუ არა და ავიცი მესამე არჩევით ესე ვიცავ ამ გუნდს ბოდიში რა მანქანა თუ შეიძლება კანას თუ მაგას მეუბნებია რომ არიქა შენიცავ მე არავის არ ვიცავ მე მინდა კანონიერი ცხოვრება ვის მოძადე გამოძიება შემოძმაო თავი შევაკალი 42 ვარ ეგ ეხლა რა ჩემი ბავშვების მაგაზე ხომ მე ვიპოვ ანუ მაგითო გადმოვედი ორი ხა შეგენა არა მომიძე სანდროს რო ახსენებ მე ვიპოვეთ გეუბნები ეხლა კარგად რა და არ მიყვირი საერთოდ ჩვენ გვაინტერესებს სანდროს არა უყურე არა თქვა დასკვე რა კონდა თქვენ არახათ რიგით ახლა უყურე კომისიაზე ვარ მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენთან კონტაქტი არ ვინდოდა და კარგად დანდებოდა შემოგიოდა გადავედით პროვოკაცია ავედით თქვენ უფლება არა გაქვთ როგორც ხედავთ ძირფასო ტელემაყურებლებო პროვოკატორების რიგი არ წყდება და ნახოთ შემდეგში რა იქნება აბა აი
ოდიში. თვითონ თუ აფუძლებად გოვის მე არ შეიძლება ულუდი. შემოქანოსთან არ შეიძლება. კარგად იყავ. სასწავლო რომ ვითომ. ხელი რაიონი აკეთებდა, პირიქით არ მაწუხეთ. მიხარია რომ არ გახარ. გამიჯერეთ მიხარო მე ჩემი ბავშვების მაგას. მადლობა რომ ახლა. მე უნდა ჩამოგა. წავედით. წავედით. საკმარისია. ჩვენი აქციის მონაწილეები დაუკავშირდნენ ზავრაშვილს. მოითხოვეს მათთან შეხვედრა, თუ ჩვენ ლეგიტიმური პრეტენზიები გვაქვს და კითხვები, და ასე თქვა თბილისში ვარო. ვაშკაცი ქართველი კაცი, კაცი რომელიც გარბის, თუნდაც არ იყოს სამუშაო დღე, გამოდით ბავშვებო, ის აღლებს როგორ დაიცავს. და სრულიად საქართველომ გაიგოს. საქართველო, ბატონო თეიმურას, თქვენი არ არის როგორც ტელეფონში გაკიოდით. ბოდიში ფეხები მომჭამეო. საქართველო ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ სახელმწიფო. და თქვენ ხართ ჩვენი დაქირავებული კადრი ასე ვთქვათ, თუმცა მე არ დამიქირავები ხარ, მაგრამ ესე გამოვიდა. ჩვენ ვიძახით, რომ თქვენაირი კადრი დღეს საქართველოს სათავეში და კონკრეტულ უბრალოდ კონკრეტული თავშესაფრის თუ რაც ქვია სათავეში არის სირცხვილი და ტრაგედია. და შესაბამისად სამსახურებმა მოგხედონ, უნდა სანამ გვიანი არ არის. დღეს ვართ 20 ხვალ ვიქნებით 5000. მე პირადად არაერთ განცხადებას გავაკეთებ ახლა პრემიერ-მინისტრის სახელზე, არაერთ განცხადებას შევიტან ჩემი დეპუტატის სახელზე, არაერთ განცხადებას შევიტან იქ სადაც ეხანდელმა გუნდმა მსგავსი რეალობა ვალდებულია შეცვალოს. მე დაკვეთა მივეცი ამ გუნდს. გამარჯობა. ანუ გისმენთ გამარჯობა. ბოდიში ვიხდი რა. მე ჯიქამებს ერთი რამე ხმადაბლა რახანეს მამაღალი არ გიყო. შევეცდები. არა, ნუ რატო უნდა მელაპარაკო ხმამაღლა? არა, მე ესე საუბრობ, ყველა ესე რატო უნდა მელაპარაკო თადაბლა მაშინ. ეს საახლობლოში კი ბატონო, მაგრამ უცხო ადამიანს რატო უნდა ელაპარაკო ხმამაღლა? მადლობა ჭკუის სწავლების თუ საუბრობ 15 წლის ქალმა მივიღეს. ერთი წუთი. გამავიწყდა რა უნდა მეთქვა. შერევის პრობლემა გაქვს? თქვენ ქალთან ურთიერთობის პრობლემა და ზიებაში გიჭირთ? არა, მე კიდე მგონია რომ გიჭირთ. და მე ჩემი 2 მეტრიანი ხვარი ქალს მეხსერების პრობლემა გაქვთ, მე თქვენთან საუბარი აღარ მსურს. ნამდვილად სწორი მეგობარი ყორია ზავრაშვილი, სხვანაირი ვერ ეყოლება და დავამთავრე. აი ხო ხო დაამთავრე და всё დავამთავრე. და მეხსერების პრობლემა გაქვს. Zam. Sorry. საღორეში რო გაზრდილი მდგომელანდება ღორები რა. და ღორსაც გავს. ადამიანზე გადაღებული გვაქვს აბსოლუტურად ჩემი სამყარო. მარინასთან და ბატონო, გაიქცა? მარინა ბერსენაძე კაცი. გაიქცა? რიგს უხეთქავდა და გაიქცა? არ ვიცი, დაი დევით გაიქცა და ამას პოლიციამ არაფერი გააკეთა. რა ქუჩა, ბოდიშ გიხდით. ან ხო. როგორ? ნონეშვილის მადლობა.
აი. კი, ნონიშვილის ხუთაზე ადამიანობის ხალხ პირდაპირ ემუქრებოდა. დაგინგრებდი იქო და გადაღებული გვაქვს. არა, გენაცვალე, მაგრამ საკმაოდ აგრესიულია. მადლობა. ჩვენ არაფერი, ჩვენ ყველაფერი გადაღებული გვაქვს. ძალიან წუხვარ. ხალხო ესე დაელაპარაკება, სახსას უზამს წარმოგიდგენია. ძალიან წუხვარ. ძალიან წუხვარ, ძალიან. ჩვენ ხალხს ეთხოვა, თქვენ წოს დინგში ურტყავთ, ეთხოვა, თქვენ მიცხოვთ. ჩემი წვრთქირში არ მაგოდეს. კი, დინგში ურტყავთ. ხიზე მოგაგებო რომ მითხრა. ამიგე, მაგრამ თქვენ ხო ესე მაინც არ უნდა უთხრა. აბა, იმა რატო უნდა მითხრა? არ ინერვიულობთ. არ მიგე, ასეთი მამაკაცი ამ ნერვიულობა. ეს საერთოდ საუბრებოდი იმას, საუბრობდი თქვენთან. მე წყნარი ვარ. ავწყნარდეთ და ვიყოთ კანონიერ ჩარჩოში. ჩვენ აქ არავინ პროვოკატორ და პოლიტიკოსი ჩამოსული არ ვართ, დაგვიჯერეთ. დაწყნარდით, დამშვიდით, დინგში მიგადებთ, კაცობა არ არის. სიგარეტი მოგადებ ხილზეც არ არის ხალხო. დამშვიდით, ასე არ შეიძლება. ახეთი არის ყველაზე უმართავი თემა, როგორც ხედავთ. თქვენ ისეთი აკეთეთ სხვას ვეხეთ. ჩვენ მე თქვენ არ შეხები ვართ, თქვენ მომაყენე არ მოყვებით. ჩვენ არ მოყვებით. ჩვენ არ მოგაკითხეთ თქვენ. კი, როგორ არ მომაკითხეთ მესაერთი. მართლა? კი. აი თქვენთან, აი მაგათად, აი გვერდზეც არ დავიყადრებ დაჯდომა. სხვათა შორის. გვერდზე დაჯდომა ადამიანები გვერდზე არ დავჯდომა. ახლა ხო ეგრეა რა ეხლა რაღაცას ვაკადრებ და აბა ეგ უნდა მითხრა? ჩემთან აღინდა? რამიდა თქვენთან, რამიდა მკვლელებთან არანაირი აზრი არ არის. დიახ, ზუსტად, როცა ზავრაშვილს დაიცავთ, ის არის იუდა და მკვლელი. ზუსტად რომ გამოძიება დაწყებული, აცადეთ გამოძიებას. არა, ის უნდა შეჯანჯღარდეს. აი ის უნდა შეჯანჯღარდეს ზუსტად. არა, არ ვილაპარაკებ ესე მართლა, კი ბატონო. აი ხოც ღრმახელის მეტროსთან მოკლა თანამშრომელმა ძაღლი დღისით მზისით ბავშვებში ყეფის გამო დაიყეფა ძაღლმა თავისთვის თანამშრომელია და ეპატიება ის ბრმატყუა რომ სხვა ბავშვს მოხვედროდა მე ეხა ის დაისჯება ის აუცილებლად დაისჯება აი იმ შუაშია რომ არ უნდა გაამართოთ ფაქტი როცა არის არ უნდა გაამართოთ მაგას ჯობია იცით რა ბატონო უნდა გაჩუმდეთ რა ჩვენ ყველაფერი ფაქტები გვაქვს. თორემ მოხალისე გურჯაანში კი არ მოგვეხალისებათ. თორემ გურჯაანში იყო დრო ყოველდღე ყველა რთველში აქ ვიყავით რა. იყო დრო. ზურას დაუძახეს ეთქობა ეგეც მაგისიანია. ჩვენ აფერია შეგვიქნა. აგერ არის კადრები ამოიღეთ ნახეთ. მოგაყენათ შეურაცხყოფა და ამასთან დაკავშირებით გდებავთ შესაბამისი. სულ მცირე საჯაროდ მოითხოვს მოიხდის ბოდიში. რომელიც აუცილებლად მოხდა. კი, ან ამტკიცებს რომ მე ფულებს ვაკეთებ და ჩვენ ყველა ვაკეთებ. თავარ არც უნდა გავასწროთ თიშტო აი ეგერ არის აი ნაცრისფერი რო აცვია სულ კი ნაცრისფერები რო აცვია ეგ არის ეხლა დაახლოვე კადრი რაც შეიძლება. რახან დაახლოვებული კადრი ცოტა მივახლებთ. აუ დრონი მქონდეს. ოღონ მეორე. ეხლა ნელ-ნელა კადრი დააპატარავე. ნელ-ნელა. კადრების კონტროლი მოხდინა. დააპაუზე. როგორ კომენტარი. მე ამარ ვირო მორიგი პროვოკაციის მომდე და იცავდა.
მე არ ვთვლი რომ ადამიანი უნდა დაიცვა. ჩვენ ვართ ვინახარო და კაცო პასუხი გაგცათ რა. ნორმალურად მოუხდეთ. არა, მან მე მომაყენა შეურაცხყოფა. მეხსიერების ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. დავინახე. თანახო არა, ჩაწერილი გვაქვს. ვინახარო? ჩაწერილი გვაქვს ყველაფერი, ნუ ნერვიულობ. ჩაწერილი გვაქვს ყველაფერი. აქ რომ მოусმენთ ორივე მხარეს. ორივე მხარეს მოусმენთ. კონფლიქტი ნუშება. არავინ არ იტყვის. ტყუილ სიტყვის დაიჯება აუცილებლად. ორივე მხარეს მოგისმენ. რამდენად იურას მუშაობს? ხო. არ გვინდა ხო ჩვენ უკვე ატმოსფერო კონფლიქტი აღარ გვინდა. ცხადო, ბოდიში ჩემო კარგო, ჩემ ხმა არა მაქვს, ზოგადად პრობლემა მაქვს. როცა ვლაპარაკობ, მე ცოტა პედაგოგი ვარ, ხმა მაღალობ. ადამიანი შეაწუხა ჩემ ხმა მაღლა ლაპარაკმა და მე აჯერ ავხსენი რომ ასე საუბრობ უბრალოდ. ეხლა რო აგიხსნით რომ ხმა და ბლა ხო მეხსიერების პრობლემა გაქვს ხასრო უკვე ასეთ შეურაცხყოფას აყენებ როცა გესაუბრებით ეს არის უკვე რომ სპეციალურად გინდა რომ სიტუაცია გართულდეს თორე ხა საუბარი თუ არა მე კაბატონთან ბატონო ბატონო ელაპარაკებოდა და შემდგომში გოგონა დგას იქ რაც გააკეთა კამერების წინ დაფიქსირებულია და კი ბატონო აგერ მაქვს ან გადაღებული კამერით გოეკაჩებოდა და საცემრად დინგში მოვალ და დაგარტყავ მაგ დინგში ბატონო ანთებულ სიგარეტს აწევს ალბათონი ანთებულ სიგარეტს აწევდა ატევდა რაღაცა ეფექტი რო არ არის როგორ ატევდა შევარკვით ყველაფერს ალბათონი მრავალი მაქვს აგერ გადაღებულია ყველა ანუ ეგ შეურაცხყოფაში ხო ანუ არა ეგრევე ვთქვა იმიტომ მე არ მოხდეს რომ მე შეურაცხყოფა მომაყენა არის დებილო კრეტინო მას ბინძური სიტყვა ჩემთვის არ უთქვამს უბრალოდ მან თქვა რომ ფულს გვიხდია რა ჩემთვის როგორც არასამთავრობოთვის და ადამიანთვის შეურაცხყოფა თეთრი არ მიშოვე ჩემი შემოსავალი არის ჩემი ინგლისური მორჩა და პატიოსანი ქმარი მყავს აფხაზეთის ომის ვეტერანი ჩვენ ესე ვცხოვრობთ წესიერად 22 წელი ერთ ოთახიანში ვიცხოვრე აქ სავრაშულით მილიონერი არ გამختاروარ დაღლების ხარჯი ამ კონკრეტულ მომენტში როცა აქტივად ჩამოსული ჩვენი ხარჯი და ვიღაცა გვეუბნება რომ ფულს აკეთე ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ეხლა ამ მომენტში დავზარდე რა ვთქვა ფულს ვაკეთე ვინც აკეთებს იმას ღია გვაქვს ანგარიშები და გადაამოწმოს ნებისმიერს არ არის ეხლავე აი საქართველოს და ხალზე ჭიმვები ესო ვერ რომ ამ კაც მე ვაჩერებდი პირდაპირ ხელით მე პირადად იწევდა იმაზე რა ქვია ხალზეც და კაცზეც იწევდა თავი რა მინდა დაგიფიქსიროთ ჩვენ როგორც კი წამოვედით დავაფიქსირეთ რომ შვიდობიანი აქცია ვარ და უზრუნველყა თეთი ერთი წუთი მე მოვიხოვე პირადად ჩემი აკუნა მატა სალონის ტელეფონიდან განხორციელდა ზარი რომ ძალიან ხო ჩვენ მშვიდობიანი აქცია მოსალონელი იყო აქ მისი მეგობარ საძმაკაცო დაგვხვდებოდა რაღაცა და ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ ჩვენი გამოხატვის უფლების პატიოსანი უზრუნველყოფა არ მოგვეცა ამის საშუალება ხან ვინ მოვიდა და ხან ვინ მოვიდა რომ მოსულიყვნენ წესიერად პრობლემა არ არის მაგრამ ხოცა უკვე აი იმ კინაღამ ცემა ხანონ აი იმ ქალბატონთან აი კადრია დაფიქსირებული რა თუნდა მე თვითონ იქ ვიდექი ასეთი მაგრები თუ ვარ აფხაზეთი გვარ დასაბრუნებელი სამაჩაბლო საქართველოს გვარ ფეხზე დასაყენებელი და იქ ვათამაშოთ კაცებმა პუნტები ხალის ცემა არ გამოვა და ხალზე გაწევა ამას ჩემი ქმარი არასოდეს არიზავს გატრიალდება და წავა ხალმა რაც არ უნდა დააშალოს ეს არის კაცობა ეხა პედაგოგი ვლაპარაკო არ ხალბატონო დასწრაფი გან მუსკულატი ბიჭები აქ ან საჯარო სიმხოს საჩვენებს რაღაცა სხვა ჩვენც კამერა არა არ იღებს აჩვენებს კამერა ადრე საჯარო ტელეფონი არა აჩვენებს ჩემ ნუ აჩვენე მე არ ჩამდგარიყავი და არ ეთი თუ შენ ადამიანი არ წლამდე ვერ ხვდები როგორ უნდა მოიქცე აქ მხოლოდ კანონმა უნდა გააგებინოს ეხლა ამ ხელა კაც შენ ვეღარ გაზდი კაცი გადასვლა კაცმა არის ეს ამდენი ხალი ყავს ნაცემი ცხოვრებაში რა დგინდა გამოდი ნუქნი პრობლემებს რა ამას გონია მუშტარი შენი ჯერიმე ჯანზეა და გამოდი აგივიდა სად არის თბილისში ყოველ იმდენი ძაღლები აქვს შენ ვაის პირამიამ და გენერალ ზავრაშულზე ჰე კორპუსის იბრი ხავს ოდარი გოგო ხარ თუ ბიჭი შენ კაცო არაჩერებენ და აქ ამხელა ქუჩაზე 4 ძაღლი რამერადა არა რასას მოდიოს ხავალები გიყვარს და მაგის გამო ჩამხვიჭან ამათ აქვს მაგრამ ფული ფულს გადაუხდი ფულს გადაუხდი არ ჩამოსული ფულს გადაუხდი მოკლავს ფულს არ გადაუხდი არ მოკლავს ანუ ფული და ყველა თქვენით ესე ერთხის ეს და მოუხლა და ჩემი ხარჯებით ჩემი საკუთი თქვენ ჩამოსული არავის ფული არ გადაუხდი და არავის ფული არ მჭირდება რომ ზაგლების მეტი მაგალბატონმა მითხრა იქით რომ ზაგლბატონმა ჩვენ თუ
ეს ნინო არის როცა ჩქევა ჩამოსული ვერ იმიტომ რომ ეგ არის თქო გეუბნები არა ეგ არ არის საბარაუდოდ ეგ არის კი ძაღლების ფოტოები უდარ ჩემს ფოტოზე დებს დამცინა ანუ პროვოკაციას მე მაგას უჩინე საპარაუდო და ოქჩაბს მაგის წინასწარ მე ნატო ვარო მისაურო მე რა ნინო არა პოლიციას ვერ მაგის ხათი შორის ამას ვერ ეთქეს რეალობაში რა ქვია რეალობაში დამალული რეალობაში რა ქვია არ ვიცი ხო იქ სადაც სამართალი ერევა აბსოლუტურად არ ვაპირებ შერლოკ ჰომსობას სამართალ მარკვეულს ვის ქვია ნინო და ვის ქვია პაპანდოპტო რა აუ ძალიან ნაკლებად მე მარინამ ქვია ზუსტად ვიცი და არ ვიმალები კეთი ქვია მარიამი ქვია და ხა იმან ვინ არის სულ არ მაინტერესებს რა ენი იყოს თუ გინდა რატო გვაინტერესებს და სამალ ვისაც არაფერს არ კამერები გოშ მასობაში მომყვენი რა არის კაღელები ჟიბრები უნდა გვასწობოდეს რა გავაკეთე ეჩი თეგრა ხალხი რა მოვიღე მანქანიდან უკარვა ჩაგატოდეს რა ვასკრება იმდენ ჩამო აკირა ტრასაზე აღარ